და ისი მარტივადაც ვერ დავიკუნთებით ქალბატონებო, ამიტომ ნუ გეშინიათ. აი ძალიან გამხდარი ვიყავი ყოველთვის ჩვენი. თუ რას გავხარ, რა თქმა უნდა, ჩემთვის თავიდან წინდა, მაგრამ ახლა ეგეთი დამოკიდებულება არ მაქვს. რა, კიდევ ერთი. კიდე. ვეღარ. კაი. ვეღარ. შვენიერ. კარგად მუშაობს. მოგესალმებით, დადგა დრო კიდევ ერთი ვარჯიშის ჩაწერის, ამჟამად ვარ Fit Club-ში, რომელიც არის გუდიაშვილის 18 ნომერში, რუსთაველზე და ყავს ძალიან საინტერესო სპორტსმენი, ათლეტი, რომელიც თავის მიღწევებზე მოგვიყვება და მოდით ახლა გავიცნოთ. წამოდით. ნინი, გამარჯობა. გამარჯობა, კარგად, თქვენ როგორ გზანდებით? კარგად, მეც. ხალხს მინდა რომ წარუდგინო შენი თავი რა, შენი სპორტული მიღწევების შესახებ. კი ბატონო, მე ვარ ნინო გაწერელია, ვარ როგორც პილატესის, ასევე დარბაზის ლიცენზირებული მწვრთნელი, ასევე ვარ საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის მოქმედი ათლეტი. დაახლოებით 1 წელის სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ შეჯიბრებებზე გამოსვლას, თუმცა შემდეგი წლიდან ვფიქრობ, რომ ისევ გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე. მიღწევებს რაც შეეხება, საქართველოს ჩემპიონი ვარ სამგზის, თუ არ ვცდები, დღეს სამგზის, თბილისის ჩემპიონი ვარ, ასევე ვიცე-ჩემპიონი, ვარ ასევე სომხეთის გრან-პრიქსის გამარჯვებული, საქართველოს გრან-პრიქსის გამარჯვებული, საერთაშორისო შეჯიბრებებია, ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატზე და ვარ ასევე მალტის საერთაშორისო ჩემპიონის პრიზიორი მეხუთე ადგილზე გავედი. როჯო, ძალიან გაიშედეგები არის. მადლობა. აი, დღეს ჩვენ უნდა გქონდეს ზურგის დელტების, ხო? დიახ, დღეს მაქვს ძირითადად ზედატანის დღე. ჩემი სპორტიდან გამომდინარე, მე ვარ ველნესის კატეგორიის სპორტსმენი. ჩემთან ძირითადად მოითხოვება ჩემ კატეგორიაში, რომ მაქსიმალურად მასიური ბარზაყის კუნთები და დუნდულა კუნთები გქონდეს, ანუ უნდა დომინირებდეს ზედატანს. აქედან გამომდინარე, ზედა ჯგუფის კუნთები, ანუ ზედატანის კუნთები მაქვს შედარებით უფრო ნაკლები დატვირთვით. კვირაში ვაკეთებ ერთხელ, კომბინირებულად ვაკეთებ აბსოლუტურად ყველა კუნთს და შეგვიძლია რომ ჩვენი პროგრამით, ჩემი პროგრამით ვივარჯიშოთ დღეს და გამიზიარეთ როგორ მოგეწოდება. კაი, აი ვარჯიშის ბოლოს პროცესში ალბათ მივხვდები, მაგრამ ხო რა. კი ბატონო. ბოლოს ნახოთ. კაი, რითი ვიწყებთ? დავიწყოთ ფულაფით. ფულაფს ვაკეთებ 2 მისვლას, მაქსიმალურ გამეორებას და შემდეგ უკვე გადავდივარ ვერტიკალურ ბლოკზე და შემდეგ უკვე მივყვეთ დანარჩენ ვარჯიშებს. კაი. კაი, წავედით. პირველი ვარჯიში ფულაფი მაქვს იქედან გამომდინარე, რომ არის ერთ-ერთი საბაზისო ვარჯიში ზურგის კუნთებისთვის. განსაკუთრებული ზონა, რომელიც არის დატვირთული, ეს არის ზურგის უგანიერესი კუნთი დიდ მრგვალ კუნთთან ერთად. დამხმარე კუნთი, ანუ სინერგისტი გვაქვს ბიცეპსი და წინამხრის კუნთები. აქედან გამომდინარე, ეს ვარჯიში ჩემთვის არის შეუცვლელი და მე უკვე ცოტა ისეთ ფიქსირებულ ვარჯიშებზე გადავდივარ. ძირითადად ვაკეთებ ისეთ ვარჯიშებს დასაწყისში, რომელიც უფრო მეტად შესასრულებლად ბევრად უფრო რთულია, ტექნიკურად მეტ რესურსს მოითხოვს და მე უკვე შედარებით უფრო ისეთი ლაითი ვარჯიშებით ვასრულებ კი. თავარი მოძრაობების დროს, რასაც ვითვალისწინებ, არის ის, რომ ხშირად ვხედავ ხოლმე, აი ჩემ მომხმარებლებსაც აქვთ ხოლმე ის შენიშვნები ტექნიკის შესრულების დროს, რომ იდაყვი გადით ხოლმე ძალიან უკან, ყოველთვის უსწორებ ხოლმე, ანუ თავარია რომ იდაყვი გქონდეს დაფიქსირებული, ანუ არ ძალიან უკან, არ ძალიან შიგნით, ანუ მაქსიმალურად ლატერალური ჯგუფის პარალელურად, თავარია რომ კორპუსი გქონდეს სწორად და დანარჩენს მოკლედ მოძრაობის დროს ნახავს. მე შეიძლება რადგანაც არ ვხედავ საკუთარ თავს რაღაცა ტექნიკური ცოტა შეცდომები მქონდეს, შეგიძლია შემისწორო. ყოველთვის როცა რაღაც შეჯიბრისთვის ვემზადებ თუ ასე შემდეგ, მაინც ორგანიზმი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაზოგო, ხო, საკუთარი თავი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის აი ვცდილობ, რომ მწვრთნელთან ერთად ვივარჯიშო, ვინც აი ჩემ რესურსს მაქსიმალურად გამომაყენებინებს. კი, ეგრე არის მეც. ამიტომ ყველა მწვრთნელს ხო, ყველა სპორტსმენს სჭირდება მწვრთნელი. დავიწყეთ 1 2 3. 1 2 3 4 8 9 გააგრძელე კიდევ მოკლე აწევები. 10 11 2-იც 1-იც. კაი. ეგ არის შენი ჯერია. ეცი მომწევს, მეგონა. ხო, მე ესეთი განიერი მოჭიდებით ვერ ვაკეთებ, მაგრამ
პრინციპში კიდურების სიგრძე არც მომსცემს მაგის საშუალებას. ხო, რა ვიცი, ეს ხო ცოტა განიერი კი. ხო, ძირითადად 90 გრადუსიან კუთხეს ვიჭერ და მასე ვაკეთებ. აქ უფრო რაღაც თითქოს ერთი. ლატერალურ უფრო უგრძნობა. ჩასუნთქვა გვაქვს დაბლა ფაზაში და ამოსუნთქვის ფაზაში ვაკეთებთ მოძრაობას. 5. ხშირად აკეთებენ ასევე ჩიტინგითაც, ანუ თუ ვიცით ხო, როგორ სრულდება სწორად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ისიც გამოვიყენოთ, თუ ტექნიკურად სწორად ვასრულებთ. 10. კიდევ 1 2 3 4 1 ეგ არის შვენიერი. სულ ვერ ვიწევდი ბოლოს. ხო, საკმაოდ დამღლელი ვარჯიშია, მაგრამ ერთ-ერთი შეუცვლელი ჩემთვის. აი, ეს ქონდა ორი მისვლა, ხო? ეს ორი. ახლა გადავდივართ ვერტიკალურ ბლოკზე. ცოტა ხანი დავისვენოთ და შეგვიძლია დავიწყოთ. შემდეგი ვარჯიში ეს არის ვერტიკალური ბლოკის ჩამოქაჩვა განიერი მოჭიდებით. აქაც მთავარი ჯგუფი, აგონისტი ჯგუფი არის ზურგის უგანიერესი კუნთი, დიდი მრგვალი კუნთი, ეხმარება რომბისებრი და ტრაპეციული კუნთი. ვაკეთებ განიერი მოჭიდებით. ჩემი სავარჯიშო პროგრამა ძირითადად არის ორიენტირებული, ანუ ძალისმიერ ვარჯიშებს ვაკეთებ, უფრო სწრაფ ბოჭკოებზე მაქვს აქცენტი. აქედან გამომდინარე გამეორებებს რაც შეეხება ვაკეთებ მაქსიმალურ წონაზე, თუ პირველი წონა მაქვს ესეთი გასახურებელი, მოსათელი და მერე უკვე სამუშაო წონაზე ვაკეთებ დაახლოებით 6 და 8 გამეორებამდე. ეს მაქვს ერთი არასამუშაო მისვლა და მერე უკვე 3 სამუშაო მისვლა. ხო, სულ 4 ესე იგი. კი, შეგვიძლია დავიწყოთ. რადგანაც pull-up-ზე ასე თუ ისე მაინც გახურდა კუნთები კარგად, მაინც ყოველ ნებისმიერ ახალ მოძრაობას როცა ვიწყებ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ერთი არასამუშაო მისვლა გავაკეთო. აქაც მოძრაობის შესრულების დროს ხერხემალი ნეიტრალურ პოზიციაში მაქვს დაფიქსირებული, თავი ხერხემალი მაქვს ერთ ხაზზე. აუცილებელი არის ის, რომ იდაყვი არ გაგვდიოდეს უკან, რომ ზედმეტი დატვირთვა არ წავიდეს სახსრებზე. აქედან გამომდინარე, არც არ ვაკეთებ ხერხემლის ზედმეტი მოძრაობით, დაფიქსირებული ხერხემლით ვაკეთებ დაახლოებით 12 და მერე უკვე დავაკლებ გამეორებებს და წონას დავამატებ. ძირითადად პირამიდული სისტემით ვარჯიშობ. ზედა ფაზაში ვცდილობ, რომ ასე თუ ისე მაინც კარგად გავწელო კუნთი, რომ როგორც გაწელო, ასევე შეკუმშვის ფაზა სწორად იყოს შესრულებული. სრულ ამპლიტუდას აკეთებ, ხო, ძალიან. ბოლომდე არ გაქვს. ძიმე წონაზე ცოტა გამიჭირდება. ხო, ძიმე წონაზე როგორც შეძლებ ალბათ ისე რა. აი ნიკაპამდე და ჟეშუბლამდეც შეიძლება წამოვიღო. ხო, ბოლო გამეორებები შეიძლება ვერ ჩამოწიფროთ, მაგრამ მაინც გააგრძელო. შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყეთ. შვენიერი 1. აქაც სუნთქვებსაც რაც შეეხება, ანალოგიურად დატვირთვის ფაზაში ვაკეთებთ ამოსუნთქვას. 4 შვენიერი. 5 11 კიდევ ერთი გამეორება. ოკეი, შეგვიძლია დავისვენოთ. დავინიშნავთ დროსთან. კაი, აქ რამ ხელა რამდენი გაქვს შესვენება? სადღაც 1-2 წუთი მაინც დავისვენოთ. გეყოფა შენ 2 წუთი? ოკეი, ალბათ. როდის დაიწყე ეს სპორტი რა? პირველი ჩემი გამოსვლა იყო 2018 წელს. ვიყავი, აი ძალიან გამხდარი ვიყავი ყოველთვის და სასტიკა გამოწონდა ჩემი სხეული, იქიდან გამომდინარე, რომ თვლიდი, რომ ვიყავი ძალიან სუსტი, რაღაცები არ შემეძლო. ეს სანამ ვარჯიშს დაიწყებდი ზოგადად თუ ბავშვობიდან ვარჯიშობ, იმიტომ რომ ტანმოვარჯიშე ვიყავი და პლუს ქართულ ნაციონალურ ცეკვების ხო. ვიყავი ყოველთვის გამხდარი, იმიტომ რომ თუნდაც ტანვარჯიში ზედმეტი 2-3 გრამიც კი პრობლემა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ფლობდე შენ სხეულს კარგად. სულ იმაზე მქონდა პრობლემა, რომ აი ზედმეტი წონა არ მოვიმატო, თორე შემიშლის ხელს. სულ ეს პრობლემები იყო. არ მომწონდა საკუთარი სხეული, ფიზიკურად, ასევე მენტალურად ვერ გზნობდი თავს ისე თავდაჯერებულად. ვარჯიში დავიწყე, სანამ ბოდიბილდინგს დავიწყებდი მანამდე. ჩემთვის ამოყვარულო დონეზე ვარჯიშობდი. რაღაცა პერიოდი გერმანიაში ვსწავლობდი, მანდაც ვარჯიშობდი და რო ჩამოვედი, რამდენი წლის იყავი რომ დაიწყე ვარჯიში, ანუ ესე რაც შეეხება ფიტნესში რა სამოყვარულო დონეზე დაახლოებით რო გადაწყვეტე რომ ცოტა 18 წელი წონა მოგემატებინა და ფიზიკურად ალბათ 18 წელი არის დაახლოებით. დაახლოებით ხო. 10 წელია აქ მუშაობ, დაახლოებით 18 წელი არის კი. რო ჩამოვედი, რაღაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდი და ჩვენი ბოდიბილდინგის ფედერაციის უფროსი ვინც არის, ეს ადამიანი შემხვდა მეტროში
დროში და მეუბნება რომ შენ ძალიან კარგი მონაცემები გაქვს და ცადე ჩვენთან გამოსვლა და მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა ის რა სპორტი იყო, იმიტომ რომ აი ძალიან ცოტა სპორტსმენები იყვნენ და ჩემ კატეგორიაში საერთოდ არავინ არ იყო და მითხრა რომ ამ კატეგორიაში უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ გენეტიკური მონაცემები ამ კატეგორიისთვის უფრო გაქვს. პირველ წელს საშინლად გამიჭირდა დისციპლინის დაცვა. მე არ მიყვარს ბევრი ჭამა, იმიტომ რომ წონა უნდა მომემატებინა და როცა არ გშია მაშინაც უნდა ჭამო, ხო? მომატება. კი, მომატება ჩემთვის არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ რთული არის ჩემთვის ის, რომ არ მშია და უნდა ვჭამო და აქედან გამომდინარე ვუთხარი, რომ არა, მე არ შემიძლია, მე მენტალურად ამისთვის არ ვარ მზად, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ მეთქი აი რატომაც არა, ანუ ჩემ თავს უნდა ვაჯობო, ხო და პირველი შეჯიბრი მქონდა საქართველოს ჩემპიონატზე გამოვედი, პირველი ადგილი ავიღე, მე საერთაშორისო ჩემპიონატზე გავიდი და ყველა მეუბნებოდა, რომ პირველ წელს შენ ვერ გაიმარჯვებ და მეთქი აგებ ნახავ თუ ვერ გამიმარჯვებ, პირველი ადგილი ავიღე და მე მივყავი და მოვდივარ დღემდე. წელიწადში 2-3 შეჯიბრზე მაინც ვცდილობ, რომ გამოვიდე და ნახოთ აბა შემდგომში რა პროგრესი მექნება. მე მახსოვს, რომ შენც გამოდიოდი. თუ არა? კი. ერთხელ მივიღე მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე, მეორე ადგილი ავიღე და მე მაქედანვე ორ კვირაში იყო ამიერკავკასიის დასირამს და მანდ მესამე ადგილი ავიღე და ხო რა. მე აღარ გამოსულვარ, მაგრამ ეხლა ესე ანუ სულ მქონდა იმ რაღაც ანუ დაუკმაყოფილებულობის შეგრძნება რა, იმიტომ რაღაც ისთვის მინდა რომ მიაღწია, მაგრამ მე შევწყვიტე გამოვიგდე და გონებაში ისე მაგ ხოლმე რა ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ ხო ვარ კიდევ ერთხელ ხო ვარ ცადო და რაღაცა და სანიშნავი ფიზიკური მონაცემები გაქვს. აბლობა. უბრალოდ აი ცოტა ჩემთვის არის როგორ თქვა, ალბათ ქალისთვის არის ცოტა მორალურად უფრო რთული, იქიდან გამომდინარე რომ აი მე რაღაცას თუ ვაკეთებ, მინდა რომ მაქსიმალური გავაკეთო და მე თუ რაღაც არ გამოდის, ისე მოქმედებს ჩემ ნერვებზე, რომ აი იქ ყვება, იქ ვარჯიში, ანუ ძალიან დისციპლინირებული, რადგანაც აი პატარა რაღაც თავის დროზე თუ არ ვივარჯიშე, თავის დროზე თუ არ ვჭამე, ძალიან ისინი მაქვს ხოლმე. ამიტომ ეს არის ჩემთვის უფრო რთული, ვიდრე რაღაცა ის რუტინა, იქ რაღაც ის არ ჭამა, ან რაღაც აი ეს დისციპლინა, რომ ამ დროს ეს, ამ დროს ეს, თან მithume ხელი არ უნდა შეგიშალოს არაფერმა. ეგ არის თუ ეგ თემა არ გექნება, მაშინ შენთვის რთული აღარ იქნება პირიქით, იმიტომ რომ მოგწონს რა ეგ დისციპლინა. მაგრამ აი როცა 9 საათი მუშაობ დარბაზში, იქ პერსონალურებს ავარჯიშებ, იქ ვიღაცის განწყობა გადმოგედება, იქ ვიღაცა რაღაცას აი ყველაფერი ხო მოქმედის და თან პლუს იღლები რა და როცა ივარჯიშებ, გინდა რომ მე ჭამო, დაისვენო და სამწუხაროდ ნუ ეს რუტინა რო არ მაქვს, ეს ჩემთვის ძალიან ხელს. სპორტსმენებიც უნდა იყო რა, ანუ ვარჯიშობდე, იძინებდე, ჭამდე და ეგ რეჟიმი უნდა იყოს. და აი ხშირად არის ხოლმე რომ უცხოელ სპორტსმენებს ადარებენ ჩვენ სპორტსმენებს და ანუ საერთოდ არ უნდა შეადარო, იმიტომ რომ მათი ყოველდღიური რუტინა იმდენად განსხვავდება ჩვენგან, ხო? რომ აი ჩვენც რო იგივე რუტინაში ვიყავთ, მგონია რომ მათზე ბევრად უკეთესები ვიქნებოდით, იმიტომ რომ აი რუსულ სიტყვას გამოიყენა ის ჟილკა რაღაცნაირი გვაქვს, რომ ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. ხო, აი ნახე, სპონსორები ყავთ რა, ანუ რაც აძლევთ ახლა მაგით საშუალებას იმ სპორტსმენებს არის, რომ სპონსორები ყავთ, ანუ როცა რაღაცაზე იწყებენ მომზადებას, ანუ რაღაც კომპანიები ასპონსორებენ, ყველანაირად გვერდში უდგან და მე წარმატებას რო აღწევენ ის კომპანიების სახელიც პირდება რა და ჩვენთან ეგ თემა არ არის იმის მაღალდონეზე ხა კიდე ნელ-ნელა რაღაცები მოდის იწყებენ ამას ხო მაგრამ ნუ მაინც არ არის რა და ეგ რო იყოს დასპონსორების ჩათვალე რომ ბევრად მარტივი იქნება მე მაგალითად ვასპონსორებ ჩემ თავს ანუ მე რო არ ვიმუშაო ვერაფერს ვერ გავაკეთებ იმ სპორტში რომელიც სპორტიც მიყვარს ხო და ეს ყველაფერი ძალიან ფინანსებთან არის ხო დაკავშირებული ყვება იქ ტრენერი რომელიც გავარჯიშებს იქ სპორტული დანამატები ფარმაკოლოგია ყველაფერი ხო აბსოლუტურად ძალიან დიდ ხარჯებთან არის რო ვიმუშაო რო არ ვიმუშაო ჩათვალე რომ ნუ მაშინ სპონსორები უნდა იყვნენ და სპონსორები არ არიან სპონსორები სამწუხაროდ არ არიან ამ ბოლო პერიოდში მომწონს ის რომ ჩვენი ფედერაცია მაინც აკეთებს სპორტსმენებისთვის იმას რომ 2-3 სპორტსმენი ვინც აი მაგალითად პირველ ადგილზე გავახო თავის ხარჯებით მიყავს და ის არის ძალიან მომზადებაში წეხმარებიან ალბათ ხო რაღაც ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა ხო და ნახოთ აბა იმედია სპონსორების გამოჩნდებიან ნახოთ ოკეი გაგვგრძელდა ლაპარაკი და გავაგრძელოთ აბა აი ამგონი შეგიძლია მეტიც კი გავზრდე 1 2 3 4
სუპერ. მე არ მიყვარს გიხმარებიან. თუ გიხმარებიან? ხო. მინდა რომ შევიდე. მეც ეგრე ვარ ხოლმე, ხო, არა მეც. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა. ოკეი, მე 65-ით გავზრდ. 65-ზე. აი, ბოლო მომენტში უფრო ის არის მე. კი, მაქსიმალური. კონტესტის ჯობია ეგრე რა, ჩვენ შეიძლება არ მინდოდეს, მაგრამ რაღაცა ის მაქვს. უნდა გავაკეთო. შემდეგი ვარჯიში გვაქვს ჰორიზონტალური ბლოკი. აქაც ზურგის უგანიერესთან ერთად ტრაპეციის უფრო შუა ნაწილი არის ჩართული, მრგვალი კუნთები არის ჩართული და რომბისებრი კუნთიც ეხმარება მოძრაობას. ის ძირითადად უფრო სიგანეზე, ვერტიკალური მოძრაობები, ეს ძირითადად სისქეზე, მაგრამ კუნთის ჰიპერტროფიაზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული, მაგრამ ნუ მაინც მუშაობს ეს ორი პოზიცია. აქ რასაც ვითვალისწინებ, ანუ არ ვაკეთებ ხერხემლის ზედმეტი მოძრაობით, აქაც ფიქსირებული მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ისე შევასრულო მოძრაობა, სადაც ხერხემალი მაქვს დაფიქსირებული. პირველი მოძრაობა კეთდება ყოველთვის ბეჭების გადატანით უკან და მერე უკვე კეთდება წინა მხრის მოხრა. ამ მოძრაობის დროს ყოველთვის ვცდილობ, რომ ბოლომდე არ გავაკეთო შემოტანა მაქსიმალურად არ მინდა ეს ტრაპეციების გადაჭიმა, ტრაპეცია მივყვანო მაქსიმალური შეკუმშვის მდგომარეობამდე და არც ბიცეპსის ჩართვა არ მინდა, ამიტომ წინა მხარს ბოლომდე არ ვხრი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ უგანიერესის ხარჯზე წამოვიღო, იმიტომ რომ ეს ტრაპეციები ისედაც რაღაც დომინირებს ძალიან და ამიტომ ისე ვასრულებ ხოლმე ამ მოძრაობას. ტანი სწორად გაქვს თუ წინ გადახრილ? ოდნავ წინ, აი ეს. ესე? ყოველთვის ბეჭების მოძრაობით ვიწყებ. აი ეს. ვაფიქსირებ კი და მე მიმაქვს წინ. კარგად, მაინც ოდნავ წელავ წინ, როცა მიმაქვს ახსარი. აი ესე. შვენიერი. 3 4 სუპერ. ხო. კაი. თან კარგად იგრძნობა ტრაპეცია. ქვენს რომბისებრი რა. როგორც ვიცი და რეალურად არის, ხალები ამ სპორტში უფრო ნაკლებად არიან რა. თუ არიან ისიც უფრო რაღაცა ფიტნეს ბიკინი, ხო? მანდარიან, ანუ შენ როგორ აღმოჩნდი უფრო აი ამ მიმართულებაში, როგორც ხარ ამ კატეგორიაში, ესე რომ ვთქვათ და ზოგადად რა სიტყვი ხალების როლზე სპორტში რა. ჩემთვის ესთეტიური სხეული არის უფრო აი ქალი, უფრო მეტი კუნთის მასით. ბიკინისაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა უწევთ იმისთვის, რომ აი მაგ კონდიციაში იყვნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შრომასთან არის ხო კავშირში, მაგრამ ჩემთვის უფრო კომფორტი არის ის, რომ აი მეტი კუნთის მასა მაქვს, უფრო თავდაჯერებული ვარ და ბევრად უფრო მომწონს, ხო, ჩემი სხეული ამ მდგომარეობაში. დამოკიდებულება, ნუ იმ ადამიანების, რომლებიც სპორტში არ არიან და საერთოდ არ აქვთ, ხო, სპორტთან შეხება, რა თქმა უნდა, ცოტა ისეთი კრიტიკულია არ ისმით, რატო შეიძლება რომ ქალს სჭირდებოდეს კუნთი, ხო? შესაბამისად, ცოტა კრიტიკულები არიან, ანუ აქვთ ხოლმე დამოკიდებულება, რომ აი კაცივით რატო ხარ, ზოგჯერ გენდერზეც მეკითხებიან ხოლმე, აი მაგალითად რომელი გენდერის ვარ, ქალი ვარ თუ კაცი ვარ, ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები. თუმცა მათ არ ისმით, რომ რადგანაც სპორტში ვარ, სპორტიდან გამომდინარე გამოვიყურები ისე და მე მომწონს ისე როგორც გამოვიყურები, ხო? მაგრამ მათთვის მაინც მიუღებელი არის, რომ ანუ არ ისმით, მაგრამ პრინციპში ვერ მოთხოვ, ხო, ადამიანს ესმოდეს ის, რაზეც არ აქვს, ხო, ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, რაღაც ბევრი სისულელე შეიძლება ელაპარაკოს იმ ადამიანმა, რომელმაც არ იცის რეალურად რა მხელა შრომასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ხო? ხშირად არის ისეთი სტერეოტიპი, რომ აი რო დამინახავენ ხოლმე, ხო, ალბათ ეს რაღაც წამლებს და იმსაც უკავშირებენ ხოლმე და მარტო ესე ხო არ არის, ზოგადად არ არსებობს რაღაცა პრეპარატი, რომელიც მოგამატებინებს, დაგაკლებინებს რაღაც წონაში, ხო? თუ არის ვარჯიში, ხო, გაიკეთონ რამდენიც უნდა, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანონ, მაგრამ ვერანაირი შედეგი და ვერანაირ სპორტულ შედეგს ვერ მიაღწიონ და პირველ რიგში არის დისციპლინა, რომელსაც არის ძალიან რთული. ანუ მე მაგალითად დილის 6 საათზე მოვდივარ, ვარჯიშობ, მე პერსონალურებს ვავარჯიშებ დღის განმავლობაში. სულ რაღაც აერობული დატვირთვები მაქვს დილას, საღამოს, ანუ ეს ყველაფერი ხო ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ესე მარტივად ადამიანი შეაფასო, რომ თუ რას გავხარ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ზოგჯერ ისეთი არის, რა თავიდან წინდა, მაგრამ ახლა ეგეთი დამოკიდებულება არ მაქვს, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ის ადამიანებმა არ იციან რეალურად რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ის, რომ
ჩვენ ესე გამოვიყურებით, ხო? აქედან გამომდინარე, ნუ ცოტა დასაწყვეტი არის, მაგრამ იმედია ამ მიმართულებითაც განვითარდებით და საქართველოში კაცი უკვირთ დაკუნთული რო არის. ახლა საქართველოს რო გაიარო, ხო, ქუჩაში რამდენი შენნაირს ნახავთ, ხო, პროცენტულად ძალიან. მეუნებიან რომ რა თქინდა და მით უმეტეს ქალზე, ხო? ანუ კაცებთან შეიძლება არ დაიკუნთო. ხო? ბევრს გონია რომ ვარჯიში არის მარტო იმისთვის რომ გახდე. მეტი არაფერი, ანუ რატო ვარჯიშობ, გინდა რომ გახდე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარეც ვიცი რომ იმიტომ ვარჯიშობენ რომ უბრალოდ 1-2 კილო დაიკლო, ხო? და ვარჯიში არის პირველ რიგში ჩათვალე რომ ჩვენი, აი რა ვიცი, ყველა სისტემა რომ გამართულად ფუნქციონირებდეს, ამისთვის აუცილებელი არის მოძრაობა, ხო? აქედან გამომდინარე სპორტსმენისთვის კიდევ უფრო მეტად არის ეს ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი თავის კვებასთან, დანამატებთან, სპორტიდან გამომდინარე ჩვენ სპორტში რა თქმა უნდა ფარმაკოლოგიასაც ვიყენებ და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან არის კავშირში და ნუ მე ვფიქრობ რომ ისეთი ადამიანები რომლებიც აი ამას გვეუბნებიან რომ ფურას გავხარ, მაგ ადამიანებს ალბათ არც უნდა აუხსნათ ზოგადად რა ვიცი ის რაც რეალურად არ ესმით, ხო? და ქალისთვის ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტად რთულია, იმიტომ რომ ის ჰორმონალური მხარდაჭერა ჩვენ არ გვაქვს როგორც მამაკაცს, ჩვენი ციკლის ფაზებიდანაც გამომდინარე ვიწყებთ რაღაცა პროგრესს, მე რაღაცა ფაზაში სხვა ჰორმონალური ფონი გვაქვს, იქ ჰორმონალური ფონის ცვლილებები რა თქმა უნდა თავის შედეგს იძლევა და ასე რომ ქალისთვის კიდევ უფრო მეტად რთულია რომ რა თქმა უნდა ამ მდგომარეობამდე მიიყვანოს სხეული. აქედან გამომდინარე ერთ რამეს ვიტყვი რომ სპორტსმენი უნდა გამოიყურებოდეს ისე როგორც სპორტსმენი, ჩემთან ადამიანი რომ მოდის, უნდა ხედავდეს ნაშრომს, რომ მე საკუთარ თავზე მაქვს, მაგალითად ნაშრომი და უნდა ხედავდეს იმ შრომის შედეგს, ხო, რასაც მე ვაკეთებ ყოველდღიურად და როგორ რუტინაშიც მე ვარ და შესაბამისად აი მაგალითად რო ავიღოთ, ხო, სტომატოლოგთან მიდიხარ და თვითონ არ აქვს ელემენტარული კბილები მოწესრიგებული, ანუ ასეთ ადამიანს ხო არ ენდობი და მომხმარებელი რომ მოდის, პირველ რიგში უყურებს ვიზუალს და აი მაგის მიხედვით აკეთებს მე შეფასებას რა და როცა შენ თავზე გაქვს ნაშრომი, მე ვფიქრობ, რომ ეს შენი გამოცდილება შეგიძლია მე სხვასაც მოახმარო ისე, რომ მისი ფუნქციონალი წაიყვანო ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ესე მარტივად ნუ ვიტყვით, რომ რაღაცა ფურას გავხარ, მაგის მიღმა ძალიან ბევრი შრომა დევს, ხო და აქედან გამომდინარე საკმაოდ რთული არის. ყველაზე ხშირად როგორი სურვილებით მოდიან რა მომხმარებლები, ანუ ვისაც აი თქვა ვარჯიშის დაწყება უნდათ რა, ანუ აი ძირითადი რა არის მაგათი ძირითადი მოტივი რა უმრავლესობას. ძირითადი მოტივი არის წონის კლება და ჩემთან მაგალითად როცა მოდის ადამიანი პირველ რიგში, ანუ თავიდან ვაკეთებთ ხოლმე ფუნქციონალურ ტესტირებას, ანუ სად აქვს მაგალითად პრობლემა, ასე შემდეგ. მე ყოველთვის ვამჯობინებ, რომ პირველ რიგში იმ პრობლემის მოწესრიგებაზე და მოგვარებაზე ვიფიქრო და მერე უკვე 1-2-3 კილოს კლებაზე, ხო? ჩემთვის თავარია, რომ ადამიანს თუ რაღაცა აწუხებს, მინდა რომ ის რაც აწუხებს, ის მოვაგვარო, რომ თუნდაც იმ სახსრის ტკივილმა, იმ კუნთების დაჭიმულობამ, გავსმა რაღაცებმა არ შეაწუხოს ან იმ პრობლემებმა, რომელიც ჩემთან მოვიდა, ხო, თუნდაც ავიღოთ მაგალითად ყველაზე გავრცელებული, რაც არის სხვადასხვა, მაგალითად ხერხემის სხვადასხვა პათოლოგიები და ასე შემდეგ, რომ ვუხსნი, რომ მაგალითად უნდა გავიმაგროთ ხერხემის კუნთები, რომ მე დატვირთვა არ წავიდეს, ანუ ყველა ვარიანტში ვუხსნი რას, რისთვის, რატო და ვეუბნები, რომ რა არის მისთვის პრიორიტეტი და უნდა გავაგებინო ის, რომ მისთვის 1-2-3 კილოს კლება არ არის პრიორიტეტი, პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ცოტა შეიძლება გაუჭირდეთ ამის გაგება, ხო, მალე უნდა ძირითადად კლება უნდათ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ჯერ პრობლემის მოწესრიგება და ნუ მერე უკვე იმ 2-3 კილოს კლება, ხო? მამაკაცებს რაც შეეხებათ, მამაკაცებს ვირობოდიან პირველი მეუბნებიან, რომ აი მე ესეთი კუნთი არ მინდა. ხო, ნუ ესეთი კუნთის მიღება ცოტა რთული, ანუ მე რამდენი წელია ხო ვარჯიშობ, ეხლა ხო 1 და 2 წლის შედეგი არ არის, ეს არის წლების შედეგი, ხო? 18 წელია თქო ვარჯიშობ თქო და ეს არის 47 კილოდან დავიწყე, დღეს ვარ 67 კილო, თუ 65 დაახლოებით, ანუ ძალიან დიდი შრომის შედეგი, ესე მარტივად არ ხდება პროგრესირება, თუმცა მაინც მოთხოვნა მამაკაცებს აქვთ ის, რომ უნდათ ბიცეპსი მკერდი, რასაც რეალურად სარკეში ხედავენ, ნუ დანარჩენი ფეხები არავის არ უნდა. შესაბამისად, ცოტა ისე ვარ მაგ მხრივ კრიტიკული მეუბნები, რომ ანუ კომბინირებულად ყველაფერი უნდა იყოს დატვირთული და ყველა კუნთს უნდა კონდეს ნორმალური ტონუსი შენარჩუნებული. თუმცა მაინც აი წონის კლებაზე არიან ორიენტირებული. ზედმეტი კუნთი ჩვენთან დარბაზში მე ვისაც ვავარჯიშებ, არც ხალხს არ უნდა და არც კაცს. ზოგადად რომ მოდიან კუნთი არ მინდა და მე რომ ვეუბნები კუნთები რისთვის არის საჭირო, მე ხვდებია რომ თურმე საჭირო არის რომ კუნთები კონდეთ ტონუსში. მაგრამ რომ გააგებინო ცოტა რთული არის.
შემდეგი ვარჯიში გვექნება pulloveri, crossover-ში. ხშირად ეს ვარჯიში გონიათ მკერდის ვარჯიში, თუმცა ზურგის უგანიერის კუნთთან ერთად დიდი მრგვალი კუნთი არის ჩართული, აი იღლის მიდამოში რა კუნთიც არის და ეს შესაბამისად ამასთან ერთად აქ მუშაობს წინამხრის კუნთები. მე ვაკეთებ ბოლო ვარჯიშად, მეტ გამეორებებზე, რომ მაქსიმალურად, ფამფის ეფექტი რო გქონდეს, ანუ მაქსიმალურად სისხლი შევიყვანო კუნთში. გავაკეთოთ ესეც 3 მისვლა, 12-15 გამეორება. ვნახოთ იმ ყველაფრის მერე რამდენს ვიზამ. აქაც ხშირად კეთდება ხოლმე ხერხემლის მოძრაობით, ანუ ის შეცდომა არ არის. უბრალოდ მე ყველგან დაფიქსირებული ხერხემლით ვაკეთებ. კროსოვერი ცოტა დაბლა მაქვს, ჩამოწეული მაქსიმალური სიმაღლიდან არ ვაკეთებ, დაახლოებით აი ამ სიმაღლიდან. მუხლები ოდნავ მოხრილი სახსაში, კორპუსი ნეიტრალურად და ამოსუნთქვის თანხლებით ჩამომაქვს დაბლა. ოდნავ მოხრილი იდაყვის სახსრით. აქ ამოსუნთქვის ფაზაში ჩამოვიტან, როცა მკერდი გადადის გაწელვის პოზიციაში, ვაკეთებ ჩასუნთქვას. ოკეი. თავი ხერხემალი ნეიტრალურ პოზიციაში, მშვენიერი და თითქოს წრეზე უნდა წამოვიღოთ ხელი. აი ესე. მაქსიმალურად ოდნავ მოხარეთ, აი ეგრე შეკუმშე ზურგი და წავიღეთ წინ, გავწელეთ. სუპერ. 2, კარგია ძალიან. 3, 4, 5. იმ ადამიანებისთვის მაგალითად, ვისაც მხრის სახსრის მობილობის პრობლემა, მაგათთვის ცოტა მოძრაობა შეიძლება ტექნიკურად რთული შესასრულებელი იყოს, მაგრამ ძალიან კარგად გამოგდის. კაია. აი ისეთი ტრაპეცია კი არა და იქ რომბზე აი ისეთი. კი, დატვირთვა, კი. ეს მე შეგრძნება. ძალიან მაგრა დამუშავებს, ანუ აი. კი, ეს ვარჯიში ძალიან. განტელითაც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად უფრო პროგრამაში crossover-ი მაქვს. მე განტელით რომბზე ვერ ვგრძნობ, ანუ ლატები და всё. უგანიერეს, კი. და აქ უგანიერეს ვერ ვგრძნობ და რომბს ვგრძნობ. ქვედა, კი, ქვედა ზონას ვგრძნობ მე პირადად. ეხლა ცოტა ლატზეც წამოვიდა, აი რომ შეხა ვარჯიშს, ცოტა ფამპს ვგრძნობ ეხლა, სისხლი შედის ეთყობა. მე გავზარდე, ვაკეთებ 15 კილოზე, ისევ 12 გამეორება. მე. დავიღო. 2. ეგა. კაისენი. კვებაზე მინდოდა მეკითხა, ფიტმილის შესახებ თუ გსმენია? სმენია. და რა გსმენია? სმენია ის, რომ გაგვთ გამოთვლილი კალორიები, ანუ კონკრეტული კალორიაში იმ ადამიანებისთვის, ვინც მაგალითად პრეფიციტშია და ვინც მაგალითად დეფიციტშია. უბრალოდ მაინტერესებს კონკრეტულ ადამიანებს, მაგალითად ვინც მოგმართავთ ხო, ვისაც უნდა ფიტმილი შეძენა, როგორ ურჩევთ პროგრამას თუ ერთი კონკრეტული რაღაც კვებითი კალორიაჟი გაქვთ, მაგალითად 1500 კალორიაზე, 1800 კალორიაზე თუ ინდივიდუალურადაც შეიძლება ამ ყველაფრის მორგება. გეტყვით, გვაქვს ესე რა, 1100 კალორია ყველაზე მინიმუმია რა, 1100, 1300, 1500, 1700, 2000 და ზევით. მერეც ეგრე რა. მაგ კალორიებს ბით ურჩევთ რა და მაგათ შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა, ანუ რომელიმეს ყველა ვარიანტში მოვარგებს ნებისმიერი ადამიანი. პროფიციტი უნდა თუ დეფიციტი 300-500 კალორიის ან დეფიციტი რო იყოს, ანუ მაინც ჩაჯდება რა და ინდივიდუალური მიდგომა რაც არის ის, რომ თქვათ რაღაცა რაც არ ეჭმევა, ან ვერ ჭამს, ან ალერგია აქვს, ან რაღაცა არ უნდა, მაგას უსვით რა. ენერგიაში და კარგია რომ 1000 კალორიაზე მეტია, იმიტომ რომ ქალბატონებს აქვთ ხოლმე ისეთი დამოკიდებულება, რომ ზოგიერთი 800 კალორიაზე, ხო, და ბევრს გონია, რომ თუ ნაკლებ შეჭამენ, ანუ უკეთესი კლება იქნება და იმას ვერ თვლიან, რომ ორგანიზმი როგორც ბალანსს ითვლის კუნთებს და შესაბამისად უფრო მეტი ენერგორესურსი ჭირდება, ხო, მომარაგებისთვის. აქედან გამომდინარე, აი skinny fat სხეული როგორც არის, ხო, აი კუნთებს იშორებს ორგანიზმი პირველ რიგში, რასაც მეტი შენახვა ჭირდება, ცხიმი რჩება და რეალურად ადამიანი კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა სასწორი თუ აფასებენ და ეგ არის შეცდომა.
ეგ არის ყველაზე ცუდი, ხო. ქალბატონებს აქვთ უფრო ესეთი მიდგომა, მამაკაცებს და იმით კი და გარშემო წერილობით რაც ასევე მატყუარა არის რა, ტანსაცმლით ხვდებიან რომ ვა ეს პატარა მქონდა და ეხა კარგად მაქვს არა და კუნთი დაუპატარავდა და ხემი იგივე აქვს და იმიტომ აქვს კარგად რა. ხო და კიდე რო დიდხანს მე ეგრე აგზელებს ის კუნთი მე გადადიან იმაში რომ რაღაც ჯერთი ჯანმრთელობის პრობლემები ექნება. ხო, რა თქმა უნდა. რაღაც დანაკლისები აქვს ვიტამინების, მინერალების და ასე შემდეგ. ცუდად უენერგიობა, ცუდ ხდებიან და ასე შემდეგ რაღაცები მოყვებათ. მე ექიმთან მიდიან. კი, და რეალურად თვითონ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა. ანუ ხო რა და საბოლოოდ მაინც რამდენიმე ეგეთი მცდელობის მე ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მაინც სწორ ჯანსაღმებაზე ჯობია რომ გადავიდნენ რა. კი. 1 2 10 1 კიდევ ერთი მოძრაობა. სუპერ. დავისვენოთ. მე მქონდა ერთი შემთხვევა, თუ ნახავთ ჩემი პერსონალური მიხვდება მასზე რო არის საუბარი. რამოდენიმე დღის წინ მეუბნება, რომ სადღაცო 2 კილო მოვიმატეო. ვეკითხები, რომ რამე შეცვალე კვებაში, ან ნაკლები დატვირთვით აკეთებ, მაგალითად აერობულ დატვირთვას, იმიტომ რომ ჩვენ სავარჯიშო პროგრამაში არაფერი არ შეგვიძლია. ან ძილი ხო არ გაკლდება, ან რაღაც ან შეიძლება აღდგენითი პროცესები არ მიდის, როგორც საჭიროა. მეუბნება, რომ მგონიო, კვერცხს ჭამო, ბევრსო და ეს მამატებინებსო და მეუბნები, რამდენ კვერცხს ჭამ. ნუ კვებაში რაც უწერია სადღაც 4 თუ 5 ცალი კვერცხის ცილა მხოლოდ გულიც არა. ვეუბნები რომ კიდე დამატებით ხო არ დაგიმატებია არაფერი რა. არა, იქ რაღაცა ისჭამეო, რაღაცა ზედმეტი თხილიო, იქ რაღაც საბურგერეში ვიყავიო ისავ და თან ვეუბნები რომ მეთქი კვერცხს რატო აბრალებ, როდესაც იქ ბურგერი ჭამე, იქ რაღაცა პასტა ჭამე, იქ რაღაცა ბევრი იმ კალორიას არ ითulis, აი რაც ეგემრიელება და იმ ჯანსაღ იმაზე აქვთ ხოლმე ის რომ აი ითვლიან და იმას არ ითვლიან. არა, იმას არ ითulis. ითulis ამ კვერცხის კალორიას და ნუტრიენტულ შემადგენლობას. კვერცხს დააბრა, ხო? ბურგერი ჭამა და კვერცხს დააბრა. ბურგერი ჭამა და კვერცხის ცილას დააბრა, მგონიო მაგან მომამატე. ნუ ეგეთი შემთხვევებიც არის. პირველად გავიგე. 20-ზე აყენია, რამდენს დავაყენო? 15-ზე ისევ ხო? 15-ზე დავაყენოთ და 10-ს გავაკეთებ. მე 10-ს ვეღარ ვაკეთებ. ეგ არის. დაიღალა კუნთები. კერდის ვარჯიშებს რაც შეეხება, ვაკეთებ მხოლოდ ერთ ვარჯიშს, თან ქალისთვის ვიცით, რომ ქალს ძირითადად კუნთოვანი მასა აქვს უფრო ზედა ნაწილზე, ძირითადად ცხიმოვანი ქსოვრი და სარძევი ჯირკვლებია. აქედან გამომდინარე ვაკეთებ მხოლოდ ერთ მოძრაობას, ეს არის push-up-ი. ან კიდე ვაკეთებ, ნუ გააჩნია, მაგრამ ერთი ვარჯიში მაქვს ძირითადად ჩემ პროგრამაში, ან push-up-ი, ან მაქვს back-deck-ი და ან კიდე განტელებით ვაკეთებ გადაშლებს. ოკეი. თავი ხერხემალი ნეიტრალურ პოზიციაში 12 ან 15 გამეორება. ცოტა განიერი მოჭიდებით ვაკეთებ. დავიწყეთ. ეს ძალიან კარგი ვარჯიში, იქიდან გამომდინარე, რომ წინა დელტის ბოჭკოც მუშაობს კარგად. მხრის სამთავა კუნთიც ძალიან კარგად არის შართული, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ისეთი საბაზისო ვარჯიში არის. ოკეი. დავისვენეთ. მე კიდევ ერთს ვიზამ. ერთიც. და მე გადავიდეთ დელტაზე. აჰა. შენჯერია. ახლა შემდეგი შეჯიბრისთვის როდისთვის აპირებ მომზადებას და სად არის და რა შეჯიბრია? მინდა რომ რამე საერთაშორისო შეჯიბრისთვის მოვემზადო ან ევროპის ჩემპიონატისთვის, ან მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ოღონდ შემდეგ წელს. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც აი ჯერ არც ვიცი საიდან დამიმართა ეს პრობლემა, რაღაც ძვლების ანთებითი რაღაცა დაავადება მაქვს, უფრო ისეთი ოსტეომიელიტი თუ გაგიგია. 3 ოპერაციული ოსტეომიელიტი. ეს არის ძვლის ინფექციური დაავადება, რომელიც განმივითარდა ყბაზე. შესაბამისად, ჯერ ერთი ქვედაყბა მომაჭრეს, მერე მეორე ქვედაყბა. ახლა იგივე პროცესი არის ზედა ნაწილზეც წასული. შეიძლება მესამე ოპერაციული ჩარევაც დამჭირდეს, მაგრამ მაინც არ ვნებდები, აი მინდა რომ მალევე მოვაგვარო, ალბათ
ალბათ სადღაც იანვარში, დეკემბერი-იანვარში უკვე მორჩები ამ პროცესს და როგორც კი მორჩები, მე შევუდგები 100%-ით. ერთი სული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ჩემთვის აი მე ყოველდღიურად мотиваციას მაძლევს, რომ აი რაღაცისთვის ვიმზადები, რაღაც მომზადების ეტაპზე ვარ და ახლა ცოტა ისე ვარ რა ის რომ გინდა რომ გქონდეს კიდე. კი, რა თქმა უნდა. ძალიან კაია, რაღაც ცხოვრების ხალისს რო გაძლევს რა ოლდიგით. ვიზება წასვლა და შენ. აი ზოგჯერ ეს мотиваციაც ისეთია მოდის, მაგრამ მაინც აი რაღაცა მიზანი რო გაქვს და მაგ მიზნისთვის აკეთებ იმას, რასაც რა შრომასაც ვდებ, ჩემთვის ძალიან მოტივირებელია. იმედია მალე დავბრუნდები. ხო, სასრულდება ეგ და დაიწყე. ნახოთ. შემდეგი გადავიდეთ დელტებზე. იგი ვარჯიში გვექნება განგაშლა, განტელით. შუა დელტაზე გავაკეთებთ აქცენტს და ნუ შუა დელტის ფუნქცია არის, რომ რაღაცა განიზიდოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ განზიდვას. ჩავისუნთქეთ და ამოსუნთქვაზე ადის. ბოლომდე არასოდეს არ ვადუნებ ხელებს, ანუ სულ შეკუმშულ პოზიციაში რო იყოს კუნთი და არა მოსვენების მდგომარეობაში. ოდნავ როტაციით ვაკეთებ, ანუ ცერათითი აწევის დროს ოდნავ მიმართული დაბლა. რო როტატორებიც კარგად ჩაერთოს. 10. მაგრად გაურისკე რა. ანუ მე მგონი ჩემზე ძიმეწონებით. დაჟე ფიქრობდი. არა მგონია. დაუხაჩოთ ხო? წონებში. ესე იგი. ცერათითი ოდნავ მიმართული დაბლა, კი. კიდე უფრო მეტ კონცენტრირებულ მოძრაობას აკეთებ შუა დელტაზე, მშვენიერი. და იმ მოძრაობის დროსაც აი რო დავაკვირდეთ ხო, რომელი ბოჭკოც უფრო ამოწეული არის, ანუ ჩათვალე რომ ის ბოჭკო დომინირებს, კი. კიდე. ერთიც დაგჭა. ეგ არის. ო, მაგრამ ნახე ვერ ვაკეთებ ამაზე ძიმეწონებით. მე ფიქრობდი რომ გავხდი. შენ დაჟე ხო? 10-ით გავაკეთე. ნაკლები აიღო რომ არ შევარცხინოო რა მაინცა და. არა ხო, შენ ვერ შეგეჯიბრები. აი შენ პირადად როგორი ტექნიკით ასრულებ? მე უმეტესად ვასრულებ ნეგატიურ ფაზას ნელა. ანუ შეკუმშვისას ვაჩერებ ხოლმე ერთი წამი რა. ერთი წამი, მაქსიმუმ 2 წამი რა. ხო, ესეთი ცოტა ისეთი სტატიკების შართვა სიღრმეზეც ძალიან კარგად მუშაობს, რომ მაქსიმალურად რელიეფზეც ვიმუშავებ. აი ძირითადად შრობაზე როცა ვარ ხოლმე, აი მაშინ ვაკეთებ უფრო ესეთი სტატოდინამიკასაც და უფრო ისეთ მოძრაობებსაც, აი სტატიკურ ვარჯიშებსაც ძალიან კარგად მოქმედებს, აი რელიეფზე. თან განსაკუთრებით შრობის დროს კარგად მუშაობს. აი გაჩერებისას რა, იმ სტატიკური გაჩერებისას, ანუ ვაფშე სხვა კუნთები ერთვება რა, ანუ აი რაც უფრო დიდხანს გააჩერებ, აი 1 წამი, 2 წამი, 3 წამი. რაღაც შეგრძნებები მიჩნდება ხოლმე იქ რაღაცა კუნთი ჩაერთო, კიდე კუნთი ჩაერთო და წერტილებად ესე რა. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ გვაქვს ხოლმე ზედაპირული, რასაც რეალურად სარკეში ვხედავთ ხო, კუნთის ფენა, ანუ მან ხო სამი ფენა რეალურად კუნთის ხო, სიღრმეზე რაც არის და მეორე და მესამე ის ზედაპირული ფენები. ესეთი მოძრაობების დროს განსაკუთრებით არის ჩართული. აი პილატესის და მსგავსი ვარჯიშები ზუსტად მაგიტომ მიყვარს, რომ აი ჩათვალე რომ აი სიღრმეზე კუნთები რაც არის ხო, აი ჩვენი ჩონჩხის ირგვლივ განლაგებული კუნთების, ღრმა კუნთები, რომელიც სტაბილიზაციასში, ბალანსში ეხმარება ორგანიზმს, ხო, აი სტაბილური სახსარი რო გქონდეს. ჩათვალე რომ ის კუნთები მსგავსი მოძრაობების დროს ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა წონა ავწი, ანუ ესეთი სტატიკური გაჩერებებით შეგიძლია ჩართო, ამიტომ ჩათვალე რომ ძალიან მაგარ ამბავს აკეთებ. კაია. კი რა, ანუ უფრო მრავალმხრივად ვითარდება კუნთები რა. კი, ზუსტად. რიმ თქვათ აი ზურგზე ჩამოწევის დროს რაღაცა რამდენიმე კონკრეტული კუნთი მუშაობს. და ეგ კუნთები განვითარდება და всё მორჩა რა. რა თქმა უნდა, კი. ყველანაირ დატვირთვას უნდა შეაჩვიო რეალურად სხეული და ნებისმიერ დატვირთვაზე უნდა იყოს ადაპტირებული. ანუ ყველა მოძრაობა უნდა შეასრულოს, რა მოძრაობას შეუძლია, ხო? ეთქებათსაც აი ძალის მიერს ვაკეთებ ხოლმე, გუშინ გავაკეთე დედლიფტი, ავაკეთებ ხოლმე, მაგრამ გავაკეთე ეგეც რაღაც მაქსიმალურ ზონაზე მივედი. იმის წინ ჩვეულებრივი სისტემით ჰქონდა რა, რაღაცა 12-15 გამეორება. დღეს 6-8 გამეორება და ესე რა. მაგარია. ოკეი. სადოთ 10. ეგ არის 10. 2 მოკლე ამპლიტუდით. ის რამდენი 10 გამეორება? კი, 10, ისე 10 გავაკეთე. 6 7 8
9, კიდევ ერთი. გაცილებით მეტი შეგიძლია. ცოტა ეს მტკივა რაღაც აქ რა. იდაყვი? ამ ვარჯიშზე მტკივდება ხოლმე და კიდე. ვეღარ. კაი. ვეღარ ამომეწურა რესურსი. დავიყალე. მაგრამ აი კარგად არის და პამპში. 8 9 10 2-ით დაამატე 1 კიდევ ერთი მოკლე ამპლიტუდით სუპერ კაია შვენიერი დავისვენოთ და გადავიდეთ მერე პეპელაზე ნუ მოკლედ იქ ბოლო ვარჯიში არის ჩვენი შემდეგი ვარჯიში გვაქვს უკანადელთა როდესაც ჩდებით უნდა შევეცადოთ რომ ხრის სარტყლის გასწვრივ იყოს ჩვენი მაჯის სარტყელი რასაც კიდე დამატებით ნიუანსად ვიყენებ არის ის რომ მაქსიმალურად ახლოში ვკიდებ ანუ ესე ახლოში რა კიდესთან ვკიდებ ხელებს უფრო მეტი ამპლიტუდით რომ გავაკეთო მოძრაობა და ყოველთვის ვცდილობ რომ იდაყვი რა პოზიციაში მაქვს მოხრილი იმ პოზიციაში გამოვიტანო არ ჩავრთო წინა მხარი ანუ მოხრა გაშლა გაკეთდეს ფიქსაციური მოძრაობები უკან. კიდე დამატებით, რასაც ვითვალისწინებ და ეგ ყოველთვის ანუ ვცდილობ რომ ანუ როგორ ვთქვათ, მაქსიმალურად გადაწელილ პოზიციაში მაქვს ტრაპეცია, ანუ ზედ აი დაჭიმული ეს ბეჭები ერთმანეთთან მიტანილი არ მაქვს, გადაწელილ პოზიციაში მაქვს ტრაპეციები, რომ მაქსიმალურად უკანადელტის ხარჯზე გავაკეთო და არა დომინაცია მოხდეს ტრაპეციის ზედა ნაწილზე. ვეღარ. მოდი, კაი. კაი. როაიკო. ჩემთვის ცოტა მძიმე არის. კიდევ რასაც ვაქცევ ყურადღებას არის ის, რომ იდაყვის სახსარი არ უნდა ჩავიდეს დაბლა, ხო? მაჯის სახსარი, იდაყვის სახსარი და მხრის სახსარი ერთ ხაზზე უნდა გამოვიდეს. შეიცადე რომ ეს ზონა კიდევ უფრო მეტად გაწელო ტრაპეციები, აი ესე, ახლა აქედან დაიწყე. სუპერ, ბოლომდე არ წამოიღო, აი შიგნით წაიღე კარგად. უკან წამოიღე ისევ შვენიერი. კარგად მუშაობს. აი ეს 4 კიდევ 10 2-ის დავამატოთ 1 კიდევ 1 სუპერ დავისვენეთ. იქიდან გამომდინარე რომ ეს კუნთები ასე თუ ისე არ არის ისეთი დიდი ჯგუფის კუნთები, არის უფრო პატარა ჯგუფის კუნთები. შესაბამისად ტვირთამწეობაც აქვს ბევრად ნაკლები და ის ადამიანები, ვინც მძიმე წონაზე აკეთებენ, ჩათვალე რომ უფრო სხვა და ხო, რა თქმა უნდა, უფრო სინერგისტების ხარჯზე აკეთებენ მოძრაობას, ვიდრე მთავარი აგონისტის ხარჯზე. აი ახლა ჩემთვის 10 კილოც ცოტა ბევრი იყო, ამიტომ დავაკლებ და მირჩევნია რომ ტექნიკურად სწორად შევასრულო. გავაკეთებ 5 და 7 ნახევარი. ხო. შენ მაგალითად რას ფიქრობ იმაზე რომ მიაჩნიათ აი ქალის შემთხვევაში მეტი გამეორებები უკეთესად მუშაობს ვიდრე მძიმე წონები და ნაკლები გამეორებები? აუ, არ არის, ანუ კუნთის ზრდისთვის ქალსაც იგივენაირად მძიმე წონების საწევა ჭირდება, ანუ აღგეგ არ არის, ეგ შეიძლება რაღაც ვთქვათ ფეხებზე გააკეთონ უფრო მეტი გამეორება ვიდრე ხელებზე, მაგრამ ანუ ფეხს ახლა დიდი რესურსი აქვს, ანუ ვერ გამოწვავ კუნთს ისე ბევრი გამეორებით, როგორც ახლა ზედატანზე პატარა კუნთის მასა არის და კუნთში რესურსი უფრო ნაკლებია და ეხა ქალის შემთხვევაში ზედატანზე რაც უფრო თან ცოტა კონტური მასა რო არის ფეხთან შედარებით ანუ უფრო ნაკლები რესურსი აქვს რა და ფეხი რავ ბევრად უფრო ანტანი არის ანუ გამძლეობის მხრივაც და ძალის მხრივაც და ზუსტად ყველას ვისაც ძალიან კაი შედეგი აქვს კუნთის ზრდის მხრივ ყველა მძიმე წონებით ვარჯიშობს რა უნდა გარნიშნოს იმას რომ მარტო მძიმე წონებით უნდა ივარჯიშონ როგორც თქვით რა ანუ სხვადასხვა ყველანაირად რა კი მე ზუსტად ესე ვფიქრობ და აი ქალებს აქვთ ხოლმე ეს დამოკიდებულება რომ არ უნდათ მძიმე წონებით ვარჯიში, იმიტომ რომ ხშირად ეშინიათ ხოლმე ეს დაკუნთვის და ასე შემდეგ, მაგიტომაც ვკითხე, რომ ვუთხრათ ყველას, რომ მძიმე წონაც ძალიან ინდივიდუალურია ხო ყველასთვის. ანუ ვისთვის რა არის მძიმე წონა, ვისთვის რა, მაგრამ აი თუ შეგვიძლია და მოძრაობის ბიომექანიკას იმ გაზრდილ წონაზე რა თქმა უნდა კარგად ვასრულებთ, რატომაც არა, იმ დატვირთვასაც უნდა შეეჩვიოს და ნუ მეტი გამეორებებიც უნდა გქონდეს და ნუ ნაკლები გამეორებებიც მძიმე წონაზე. განსაკუთრებით ასაკში,
მენოპაუზა როცა იწყება, მაშინ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ქალბატონისთვის ვარჯიში ამ კუნთოვანი სისტემის შენარჩუნება, იქიდან გამომდინარე, რომ ესტროგენი რო ეცემა დაბლა, ჩათვალე რომ მაგ დროს ორგანიზმი ძირითადად მიმართულია უფრო ცხიმის დაგროვებაზე, იმიტომ რომ ცხიმიდან ახდენს მერე ამ ესტროგენის სინთეზს, ამიტომ მისთვის ბევრად უფრო უპირატესია რომ ის ცხიმი დაიგროვოს, რომ ჰორმონალური ბალანსი ასე თუ ისე დაარეგულიროს და განსაკუთრებით ასევე ოსტეოპოროზი რო ავიღოთ მაგალითად ძლოვანი დაავადება, ესეც ესტროგენის დაცემასთან არის დაკავშირებული და თუ კუნთოვანი სისტემა არ არის ნორმალურ ტონუსში, ჩათვალე რომ ეგეთ დროს არც ძვლები, მყესები, სახსრები ყველანაირ ისეთ ცუდ საფრთხეში შეიძლება ჩავყენოთ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარჯიშოთ წონებით და არ უნდა შეგვეშინდეს ესეთი დაკუნთვის და ისე მარტივადაც ვერ დავიკუნთებით ქალბატონებო, ამიტომ ანუ გეშინიათ მაგის. ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ რა, ანუ ის არ არის რომ ხვალ გაიღვიძო და რაღაცა დიდი კუნთი გქონდეს ხელზე. რაღაცა შედეგს რომ მიაღწევ და მოგწონს ის შედეგი. შენარჩუნებაზე იმუშავეთ და ეს არის. ხო. ამიტომ დაკუნთვის ნუ შეგვეშინდება. პირიქით რაც მეტი კუნთი გვაქვს, მეტ ენერგიას ხარჯავს ჩვენი ორგანიზმი. მე ცხრა, ერთიც. ვეღარ. აქედან ვერ დაგეხმარებ. აი, ბოლოს გავაკეთე. ძალიან დავიყალე. ოკეი. კიდევ 1 აი ესე კიდევ 2 3 შეგიძლია 4 კიდევ 1 ეგ არის სუპერ აი ჩვენი სავარჯიშო პროგრამაც ამოიწურა. ეს იყო ჩემი ზედატანის დღე რუტინა, რასაც ვაკეთებ ხოლმე. პერიოდულად შეიძლება რომ რაღაცა ვარჯიშები შევცვალო, მაგრამ კუნთის ჯგუფი, რა თქმა უნდა, იგივე არის, ანუ აქცენტი მაქვს დიდი ჯგუფის კუნთებზე და მერე უკვე ბოლოში დელტოიდები. ხრის კუნთებს ნაკლებად ვაკეთებ, ბიცეპს და ტრიცეპს, იქიდან გამომდინარე რომ მაინც დომინირებს და ამაზე მეტი მგონი არც არის საჭირო. კვირაში ერთხელ ვაკეთებ ამას და კვირაში ერთხელ, კი. ნუ 3 დღე მაქვს. ვარჯიშობ 3 დღე, 4 დღე ვარჯიშობ. 3 დღე მაქვს ბარზაყის კუნთები, ანუ დაყოფილი მაქვს 1 დღე მაქვს კვადრიცეპსზე აქცენტი, მეორე დღე მაქვს ბარზაყის ბიცეპსზე აქცენტი, სუბუქად დუნდულა კუნთი სულ მაქვს ფეხებთან ერთად, ოღონდ ისე ფამფისთვის და 1 დღე მაქვს, ანუ ორშაბათს ვიწყებ, ხო, საჯდომის დღით, კი. და 1 დღე ზედატანი, აერობული ვარჯიშები ყოველ დღე მაქვს უზმოზე, ანუ დილით 1 საათი ვაკეთებ კარდიოს, ძირითადად კიბეები არის ჩემი განუყრელი მეგობარი და დღის განმავლობაში 10-12 ნაბიჯი მაინც მაქვს. მაგარია. ძალიან საინტერესო იყო შენი გამოცდილების გაზიარება, იმედია შენთვისაც. კი. ჩემთან ერთად ვარჯიში. მე რა უმაყურებლობისთვისაც. მე რაც ვერ საჭირო ინფორმაცია, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები აბსოლუტურად ყველაფერში. მადლობა შენს წარმატებებში. პირიქით, ნახვამდის დაგემშვიდობებით და მე განაჩენი არ ვჩინებ თუ რამეს თქვი. დღევანდელმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, ძალიან საინტერესო იყო. შემდეგში გეგმაში გვაქვს კიდევ რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ადამიანის ჩაწერა და ვარჯიშების. თქვენ თუ გაქვთ სურვილი, გინდათ რომელიმე კონკრეტული ადამიანის გამოჩენა, ნახვა მათი გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ, დაწერეთ კომენტარებში, არხი გამოიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემატიკა. ჩვენი არხის სპონსორზე მინდა გითხრათ, არის ჯანსაღებების ობიექტი FitMili. შეგიძლიათ QR კოდით ნახოთ აქ და ასევე მათ ვისაც სავარჯიშო პროგრამების შედგენა უნდა, კვების გეგმების შედგენა უნდა, სამიკავშირდით მე Instagram-ზე და გავისაუბროთ. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.